გამარჯობათ ხალხო, თქვენ უყურებთ PvP Battles, მე ვარ Zerono, აქ ჩვენთან ერთად არის კაზანჯა და მარჯვნივ მიზის AKA Volt ქვედატირე ნიკუშა UGC. კაი, ესე იგი, სრული სერიოზულობით ვუყურებთ Ventus-ის და MVIKL-ს სეზონ ის Battles. როგორ ეკითხება ეს კაზანჯი? არ ვიცი. ნიკუში. კიდე მაგარი გითხრა. არა. ეგუნა მეთქვა. საიდან მიხდი? მართლა ეგუნა მეთქვა დედას ვიცავ. ჩემს გულში ზის. აუ, ნახე, არ მინდა და. ოპა. Focus me. This is Yo. Რაღაც ვაიბი მაქვს ჩამენიშნა ბეთლი ვიცი არ ხარ შვეით გელოდება ეტლი გინდო და პირველი და მეწყორო ეფექტი მოგეხდინა ჩემს მერე მოგისმენენ როგორც ეტლივს მაკაცობა არ არის ვიღაცას ხელს თუ ჩაკიდებამ პროსტა უკან დადგებიან პროსტა ფიტები გექნებათ ბევრი რამდენისაც ვარ იმ ხელას სტაჟი გაქ არ არის შედეგები ეტენები ყველას მაინც არ ყავს ვლევრი რატო აქვს შენ სოლო ტრეკებს 500 ნახვები არა და ინსტაგრამზე ფოლოვერი ამდენი გუში ნო ნეიმ ოთახში ვიყავი ჩემთვის დღეს ერთადერთი შავი ვით გაჟი მაჯაფრი და მერი დიბდი ბაბი DVD bang 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 Mr. VIP შეიძინე ნახე sex tape DVD to PvP CD რო კარგად უბერო ვიშვალის პირი კვისკე ჯობს პირები კვებზე დაჭირო გიჩავროთ ფულზე აღარ დაგინო თუ ვიცი ბოლომდე ვერ შეჭამრდა პირო ემოციებს ვერ იჭერს პოეტის სანაპირო შეთა დღეს ვინც აგვასი გუნდა გავაცილო მერე დავამცირებ მაგ შედეგიც ამიზნე ხარ და არაგაცილებ მაგრედები ცოცხი ხარ ეს კიდე ჰარი პოჭერ ნიკი შემოგაშ და ფენბოი ხარა კაიფე ბევრი საინტერესო რამეა მიშენ მოდაში მაიკლა საყვარელი ლიტლოსი არის ვენტუსასი ტიპი დაბერდა და არა მოსკის წერულაში მიგვის როგორ გადარჩა არა მუტელეს შემუბაში დამშენობაში მისთვის კი არ მოვედი და მიდგე და გაქო თელი საქართველო თქვენზე რო გადაობს რატო არ გეკ რეაქცია იქნებ ჯამბაზი ხარ სულით ნიკის ლოუ და მაიკლა არა მიკო და პაკო მოდი გამოვისმოთ რას მეტყვის მაიკლა სახელ შემის რის მეტყვის აქ უნდა იდგეს იკა არ დამიკვირდება და მიცახო ვანტუ მოიცა რომელია ანუ Ventus-ი Ventus-ა ეხა ვინც მღერის აჰა ეგ არის Ventus ცარიცოდი ქართულად წერა კითხვა რო კითხონ ქუჩიდან მოხვედი არ გავხანაცი ხარს გიშენ ბრუნდებოდი ქუჩიდან ოღონდ უნაცემი ზუსტად ეგ ამიზეზი რატომ მასტანცი ხარ ჯერი ბლატავე და მერე პოსტე მიშას ბაზრები ვითომ ქვეყანა გიყვარს ქვეყანას დედა აგინე ვითომ ქართული გიყვარს რუსული ალბომი ატვით შავეთი რუსეთს მერე ყველა რუსულ ტრეკს მერე ყველა რუსულ სიტყვას მერე შერუსულ ბეთლებს ნიგ ვეღარ გავიგე მაიკლა ხარ თუ ელისო კილაძე ნოდარ მელაძე ხარ თუ პროსტა ტაქსისტი ბიძია გაიგასხო ტრეკი მოპარე თუ ბანძად მიბაძე იქნებ არ მოგიპარავს და პროსტა მოგცან ისია ბანდოშია ერთი ჯუჯა მეწინ მიდგეს ფიფქია ერთი ქუთი ბანდერასი ერთი თოვლის ფიფქია ჩემ გარეშე შენ ტრიუში დიდი დანაკლისია დიდობასი ბალეთ პატარები ხო და ბიჭო ვისად უებრა ბიგ სტეპო ინსტაგრამზე გამიჭე და ბიში ვეთქო შენი აი რა მაგრად უბერავს ბიჭო ეს ეს დაისი და დაისერე ვენა მერე წაიმღერე ჩემო დეპრესიონერო შეში ჩავიხედე საერთო დარბნელო რა სეზონი მიგახედავ გინდა შველო რაუნდ საღოლ აი დედასով ფიცავარ ანუ პირველი გამოსვლისთვის ხო ვინმე მარი ფიქრობ რომ რაღაც ნანახი მაქვს უკვე ან რაღაცა ეგეთი რაღაცები არ მეყურს პირიქით არ უყურებ ხოლმე რომ მერე ანუ ის ემოცია ვერ გექნება სულ იმას ვლაპარაკობთ ხოლმე აი ხა კაზანჯამ რაც თქვა რომ პირველად არის და ნერვიულობს და სან მაგრად უბერავს ნუ ხა შეიძლება ვიღაცამ პროფესიონალურად შეაფასოს იქ რაღაცას აცდა იქ რაღაცას გამოცდა მაგრამ აი ჩემთვის ეხლა მოსასმინად იმენა MC-ն ჩემგან ხელმარცხნივ წაიღო პირველი რაუნდი პირდაპირ საერთოდ მაგრად გამისწორდა ეს ბიჭი მომიცინე ეხლა მე რა მაინტერესებს რა კაზანჯი ეს ბიჭი რო უთხრა ამან რომ რუსულ იმეებში გამოდიოდიო რუსულ ბეთლებში იყო რუსულ ბეთლებში არ რუსულად უდეს ტრეკები და ალბომები
ხო და ანუ რუსული მაშინ გამოდიოდიო მე მგონი PvP-შიო თუ რაღაც უთხრა და არა რუსული ალბომი და რუსული რა ალბომი და სიმღერა ანუ ყველა თემა დავაფრედიქთე ვის დასკრინეთ პირველივე რაუნდში ამოვაგდა. ოკეი, ნახეთ ახლა. სანამ მე მოსაწყნავა და შემომიგდეთ ეს ბავშვი, მერე არავინ გამამტყუნოს პედოფილიაში. თელი PvP მკითხაობს რა მიფრიალებს თავში. ნიტო ვარ სეზონში, ჟურიში, თურაში. ერთი წამით აქციო ეს არის ფანჯ. შენ გუნდი მიმოფრინავს პირდაპირ შენ ფანჯ. ერთი რა მაინტერესებს რა იმ შემთხვევაში. ჯეისონ მამუარამ დაბადებული იყო გლდანში. გაიზრდებოდა რეპერი თურა გასმოიბავს პეტრებში. აიდგავდა ფეხად შევდა ნახავს მიზან. შემე მომპარე სტილი ნიკისგან წამოიღებო. იმით ლექსაუბრებ გლდანში შენ ჩვენ წანს ვაკაცობ. სანამ წერდიან სანექსი გაგასეინეს ფაგზე. გასხოვდეს რომ FTP დადო დისტრიქტი რუკაზე. შენ ბაზარს ორაზე ახარ ბაზარ კილოგრამებზე. თუ ფოფო არ ხარ მაშინ ყოველთვის გეტყვის სიმართლეს. ერთმა ტვინი მომეწრა მე შენი დემოებით. კიდე ერთი ნიკის დემო სამი რაუნდის სახით. ზუსტად ვიცი მშობლებსაც შეაწუხებ დისკრიმები. ნიკისგან პანჩური თუ სორდება ფუტ ფეტიში. Fuck your shit. მოვწიე ვახველე fuck that shit. არ მინდა გაწიე სარდაფში. შენ შუბთა ვარტყვია ვარ მასრა. Shit. Back the fuck up. Shut the fuck up Billy. არ დაგდოვო გისერ მოგრეხილი. შენ ასტექსება და ჩემზე შერეკილიქში მოვკდა არსას მე ვარ ნეკროფილი. შენ და რეპი როგორც გეი. მაგრად უღერავს ესე. ვერ იყიდეს დილი. ეს არ არის შენთვის მხოლოდ ბეტლი. ნიგა ეს იქნება გაკვეთილი. Reloads. გამოვდივარ ფეზე სანადიროდ. შეგეშალა სანაპირო. გინდა სახელი რებში მარა ხარგიო. შუარება მოვიდა. ამაგრად უღერავს ბიჭო ესე. რაჩი გაგდატოვე შიკარ გამოიღო. შენთან ბეტლის მოგებაზე ფიქრებს აზრებ შეეჩვი. გიბია ამერიკას სადომი მარტო შენობით. 11 სექტემბერი ვარ ბოინგი ხარ შენობა. და შენ ეცემი მithავდი რომ ხალეობა ხარ მაგრამ ასე ყლეობა ვიღაცებს გონია რომ აქ არ არის კაცობა პასუხი მარტივია ეგოა შენი ტყვეობა ვიცი გინდა მონოხოლი მაგრამ არ გაგმეობა მოვდიოდი პასიანზე მაგრამ შევთა ვენტოსა მეთქი ბაზრო პასიანზე პინო მოგითხარ ხელები გიგიდა ბასეინზე წევა გაგერ მიდიხარ არ ვარ პასიანზე მაგრამ კამანდას ვაპაუსო ვაუ გაუმაზე აქ ვერსი არ გიგონოს შემეშალა უბრალოდ არ გერჩი სუკანი ლესი შევიტანე მის ხოვრებაში ახალი ფლექსი აქედან გავარდი სასარავი შეეცოდები ვენები გადაიჩეხი იტყვია რომ ემოა ჯურაგას და გიგდებ კუბოზე ეს მემკიდრეობა ცოტა ხანი ციცოცხლე მესამემდე დამელოდე ბოი საღო მაგარი იყო ორივესი პირველი მარა ბიჭო ამ ბიჭს უცნაური ის აქვს რაღაცა საუბრის მანერა ძალიან რა ხო ანუ აშკარად და არის აშკარად და ანუ ბევრ სიტყვას ვერ გამოთქვავს წესიურად და თავიდან თან შეეშალა რაღაცეები თავიდან ანუ რო იწყებდა მაშინ შეეშალა და ბიჭო რა ორივე ძალიან გამისწორდა რა ანუ ეს რაღაცა პირველი რაუნდი წააპიზდეცი იყო მე რა უკეთესია თუ არა პროსტა მითხარი და всё კი საკიშენ საკეთებთ მადლობა მეორე რაუნდი MC ჩემ გახალმარჯვნივ აუ ამ ბიჭმა როგორი ხოდითაც დაიწყო ისე გააგზავნოს რა ძალიან მინდა რომ მაგარი ხოდით დინაზია ჯოჯოხეთის კი არა არიცი საზანოზაძესთან ფიტია გზაზამაც არიცის და მიეწერა რემიქსი ფიციას და გადოვიციას გაგიხსნა მესიჯი ჰოლიში ნახოთ რა იქნება შენი მესიჯი ისეთი ბავშვურია საიც და არ ყვა მესიჯი ბენგემ შენ თუ ხლეზე კიდია ჰაიპი მაშინ რას ნიშნავს ეღან რას გვიმე რო გაგიფაქთ ტრეკის ბიქსას სახში რომ მიხვალ ხო წაშლი შენ არა გაგშანსი ტექნიკაში და ლირიკაში მოვჭები რაუნდ ნახევარში მალე გაგიშვებ სახში ჯერ მაგრად უნდა გასხა რამეს მიქარო გლანში მოუნდება შენი ნახვა და შეხარ ჰომბოი არ გამაოცა ამ ფაქტმა წემლი წამოგივა რო შევასრულო ყველა დარტყმა ხო და არ მინდა დაგინდოთ არ მინდა დაგინდოთ არ მინდა გაჩიქო პეინ რაც არ უნდა წაგეშალა ეგ წაშალე ისედაც არ უნდა დაგედო ეგ მაიკლას სიყვარულს ნუ ითხოვ არავის არ უთხრა პატივს არავინ არ ცემს მაგრამ რო დაგაგდება შემიძულო და გეტყვი რომ მაიკლა love me harder ხო love me harder მაიკლა გაიხადე უკრაინელის ვაკაცი ხომ ეცხავს მაიკლა მაიტას მოგიწყობ დღეს მაიკლა რა იყო მაიკლა დაიბნა რატო შემიკრესო წრე ვაფშე რატო დაიქვი ეგ სახელი რა მაიკლა რაკლას
დასახელია ეგ მაიკლა პიარიო ხონდა რა ჯორდანი არც ხუბი იცის არც გოგო ყავს არც აქვს შავი კანი არც სიმაღლე არც დიდიდი ვაფშე არც ერთი ფანი ამ სეზონში მიშკა ჰიბრიდი აყლე და ხერხემალი ტანო ვაფშე რა თესლი იქნებოდა მწვალი მაიკლები ისეთი ხოდი მომაქმე აქ თავი რო გადავდო მაინც არ დამიცვი რამდენი მაქსველი მაიკები კაი შეჭიმა გეხატავები რა სტაიგრუზი არ ვარ პატარები ნუ მოსმენ ბოზებს გავწლები ეგენი აღარ იქნებიან პატარები იქნებ გიზი და ვერ მოყინულ ცენზეროს რეალებენ მანქანები ბეჩენიები პაჩოვნიკები გამოცვალე ვოლგაში რო ცხოვრობენ გიშველი სინაპარი პაჩანიკები მიწიწვები რო გონია გიორგი წმინდაში მე ვარ ნუ დაპანიკდები შენ და მურთხოვოს მე მიუხედავ ამ ბეთლის მერე მაინც აღარ იქნები ყველაფერს ხო თავისი ფასი აქვს შენ რომ მოგიტაცონ უფასო და ჯდები ლაიქალასთვის უფასო ვარდები ბოლოს რო დაიჭირეს ეს და თავის დებილი ძმაკაცი მეტებთან ატასავებდნენ აქციაზე ბუხოი დარბოდა მაღაზიაში არყის ბოთლებსაც დევდნენ რა გეგონა დალევდი მეტებთან გულს გადაუშლიყეს გადაგისმევდნენ ანუ მერზი აღარ მოგისმენდნენ თუ ორგია საგაცილებდნენ ბოლოს ერთ-ერთი გამოუვიდა ისეთი ტენეს ტუჩიდან მოძრა პირსინგ მიშკა მიფიქრა გავხდები ჩენდლერი და ვდგებით გამში და ამსქოზეს პისპინგს ვინსტრის კიდე მე თუ არა ჩემ გადავინ ჩაეწესა ვინსტრიქს შენი არჩეული ბიტით მოგიღებო ლოგის როლეტარს მიკრავენ ირვინგს იანკი არაგდის ქუჩის უნი ნუ იბრალებს შენი ქნების სახის ძაღლი წეღარო გესროლე ვარდი მაგითაც ტრიალეთ პლანჩი ვინმე წავიღე პირველი სტაჩი და მეორეში ჩავიწერე ვინმე ვინს ვერ მიხვდა აქამდე მესამე რაუნდი იქნება ძიმე რაუნდი კარჩე ვინს ამ რაუნდის მერევით ნახოთ Jesus მეორე რაუნდი ძალიან საინტერესოა ის ბიჭიც ძალიან საინტერესოა და ისიც ძალიან საინტერესო ორივე ხუბიანი პირველი რაუნდი იყო ფინალი აუ თან პატარა რაღაც ვიტყვი რა ჰაიპის დედა შევეცე საქმე მიყვარს პროსტა და всё მაგითო არა ჩაუ ჩარტ ეხა გაჩვენებ ტრეფი როგორ უნდა წაიგე შენ ვერ ხარ ჯეისონ მამოა შენ ხარ ჯეისონ მამაო მაჩეტე თუ ტაბურეტი შენ უნდა აირჩიო პიდარასებს ელი რუსთაველზე გინდა გალახო ჩემი რეპის შედის შენში არ ჭირდება მალამო თავგასმეთქი ახტი ერთი კალბასები დაყარა გონია რომ თავზე ჯურა გაგაქმარა ჯურექსი ლოგიკას რომ მიყვეს ხეულის ნაწილით შენ ხარ შენი მარჯვენა ხელი ანუ შენ თავს ანძევ გსურს რო გახდე ცნობილი ჯითავდე კამერების წინ ცოტა შეგეშალა პარის კამერების სხვარი უცებ შევარდი შენ გენგში არ ჭირდება ნიღაბი ქურდებს სალამი ბოზებს იქნილი პაპი ვინ არის ყველა გვიზავდი დიხარ და იჩაგრები ციხლები პეპელას ფას ვერ ახერხებ არის ერთი ფაქტორი პელე ჩამოფრინდა კოლგი თითქოს მერი პოპინსი ციხლები შეგიტენა ღმად ნაყინები ხახაში შემდეგ ლანში დედის ტრაქს უთყრავდი მორალისტებს მაგრამ ძმებაძმურად თხოვეს რო ეგლაინები ამომეგდო ამორალურ რაუნდებში ვარ pound for pound ისეთი შავი ხარ ჩვეულებრივად ხარ ზანგი შენ თუ გადაიტან კოკოს შენ იქნები ბაუნდი ინგლისური არიცი you go and never found ებრაელზე შემჯდარი კამილაინები ბარიგობს მე ვაბაუნსებ თეთრებს ნიგი თეთრების ჯიპებში თუ დრობა ლოკაციას დიდი დაბა აიჩიტება ყავან ბავშვებს ბეთლებზე თითქოს ვეკოპე დოფილი ვენდუსა იპარავ შოკოლადებს უბნის პარიდან მაგრამ სახლამდე ვერ მიაქვს კარგავს სადღაც გზაშივე ჯიმამ ხოვა ბიჭებს არ გვეხმარა სიტყვა დაუნი მაშინ შემასწავლეთ მურად ამ ექსპონატს რა ქვია მაშინ ხლება იდაყვი თუ იკადრე აგზეთ მეტი XZ ასაირეკ ბრუტალიტი გლდანის მეტროსთან ცხოვრობ ხარ სახეზე ციგარი მერე არავინ მკითხოს ფეხებზე რატო მეკიდა ხელის გული დარო და ყავის ჭიქაში ნალექი ამ კომბინაციაზე გული მიგზავს რო იხდება ნახერავად გავახსენებ ამას ბავშვობას ეცვერავინ შეაპარებს ვარ ნამდვილი არტისტი ხაყირავებ ისე თითქოს იყო ჩემი სუკა ხამე ვერ დაკავებ ტაქს გამოგიზახე ფუკან ამ რაუნდში შევთა AliExpress-ი და ნიკი შემდეგში შევხდება ტაობაო დანია გლუკა გიოროგიას და გიძახებს გიოაგია გეხადავებ ისე ჩემა დროის მანქანიდან გოგოს არ შეეხობო ამ ნაბოზარმა მითხრა არც ვაპირებდი ვაფშე მეგონე ვაჟიშვილი ჟური რო იკითხავს ფლორატო არ დაგიტოლე
ხანა ლაბორატორიაში მენიკი თოვლი ვამზადებს უთაფლოს როგორც ჰაიზენბერგის მეტი ეს მოვიდა ჩაიცვა მოირგო და შეერგოს აქ ჯიბრი არ არის ვენტუსა გამოსდას გვაბარებს სიტყვის მაგიას გასწავლი მეწამ ნახევარში ვენტუს ვინტუს ვანტუს ვონტუს ნახე გაბზრიალე იყავი ბეღე მოტი ეხლა გახდი ვერტალიოტი რუსულზეც ხო ვიცი უე ჭველი ბეღა დავე ბეიბი რაო მე არ გამისწორდა ხო პირველი რაუნდი გამისწორდა მაგრამ რავი რო გითხრა რომ ხა აუ რა გააკეთა და რაზე ხტუნაობდნენ მე ვაფშე ვერ მივხვდი თავიდან რომ რაღაცა ბიჭო აი ეს ოღონდ სვეჩი ვამბობ რა აი ეგ რომ აი მგონია ხოლმე რომ ერთად არის დაწერილი ანუ ეს ჟიურიმაც იცის ეგ ტექსტი და ყველაფერი და ერთად არის გავლილი ეს თემა და ანუ მაგიტო ერთად თითქოს ბაუნსოვე რავი ვერც ერთ სიტყვას ვერ ვიგებ აი მაგალითად პირველი რაუნდი უფრო გამისწორდა რა რაღაც გადაობა იყო თან გაასწორა ანუ ეს რო აქ არა ქართული კილო აქცენტით რო ლაპარაკობს რა ქართულად და თან არა ქართულად თუ ეგ არის გადაობა არ ვიცი მაგრამ რავი ანუ ეხლა გასწავლი ტრეპ სტარსო თუ რაღაცას და მე ვაფშე ვერაფერი ვერ მოვისმინი აქ განსაკუთრებული რა ვიცი ჩემთვის შეიძლება ხა პროფესიონალ ყურში საოცრება იყოს მაგრამ ეხა ის მეორე რაუნდი მე ვაფშე არ გამისწორდა ამ ბიჭის ბევრად გამისწორდა გავრებო აბა რასი თქვი პირველი რაუნდი კაი იყო მეორე ვაფშე არ გამისწორდა რავი შენ ახლა მესამე რაუნდი MC ჩემგან ხალმარჯუნიუ აი ბიჭია ეს ვინტუს ია აი ბიჭია ბექა რაღაც პანიკა შენ მარტო არასწორ დროს ხარ მამაცი ვაფშე რატო დაგიძახე ჩემის ბაკაცი ის ის მოსმენთ რო გაიგო თვითონ რატო ანახა მიშა სიტელი ბარათი მიწოდნები ორიჯინალ კარაკი ოთახიდან სუამის მაისმის რა კარქია დეგრადაცია რო არ დაგემართოს მაგიტო გაიჭითა მასკით ამბეცლაცი ანარქია მიდგე დეგადისე მაუგლი და ნახავ როგორ დაგედებ შუბსაც ხელი აუგი ვიში ვერან ბობანეს ვაზები მესმის აუგი ეგ წაუგია გაუღია თქვენთვის წელი ბაუნდი ოტაქსანაც ვარი პარა იქუნდა ჩაუშა ხო ციცელი მოგაგდება მესამე რაუნდი თვალ გაიღვიძებენ ბითია თითქოს მაღალ ხმაზე ხო ძალიან არა How's Horis with თითქოს ხმა და ვეღარ გაუვლია ჩაუსვია ჯვეში ჩაუსვია და გიზიანე ნერვული სისტემა მოდი გამიზიარე ინტერნეტი იქნებ დავურეკო თავისიანებს პროფესიონალი მე-13 გირაქარია ეს 4 ზაქარია თავისები აქარიანე მოდი აღიარე გადაგიარე იქნებ გადაგიაროს მედი აიგვიეთე მოტოს დამიძახე მე კიდე ფაჩი გეკრება შეეწდა შეეშლება მე რავე შაიკითხოსე რაღაც ვაიბი მოგავიჭდა მენტოს ციტალი თავით რომ მიყურებს ეს კოლა ტიპი ისეთ კინსრეველია რომ სიეს გოშენი კლეიმა თავისოზე დაიწერა ზოლა ეს ყოფება იერა მიკურს იქნება მასაც უნდა ბიში ჩაულოგო ტონა ეთოში მე ისი მონოჰოლში შეკი მონოჰოლთან რიგში იდგები ვეთისა ნახავად რომ ხვალ გინა ხულა ხვალ ჩემთან ნახვაზე დეპრესიიდან ვერ ამოხვალ შავის მანიკინა დავიძე გეიე მოხარ საუჩი გაგიშვები გასწავლიან კაცობას ძალიან ამაზად მახატი ხარ და ვერ გავიგეთაში რატო იყურები თუ არ ელოდები დახმარებას ნიგ და იღალე რო ხარ თუ დეპრესიაში ვახოდო სიაში ასინული ასეული ბზან ვერ სახელი გადახვიე და ვამთავრე ყალში ბიგინერი გაიჩი და ვეღარ ვასწორებდი წელში ვერ მოდამოდა უთხარი გლახა ვერთო წაში ახლა ჩემგან შემოხალხია და ისინი სამწრეში ბაუნსები ბაუნდის დეგუსტაცია მიდის გავუშფოშები საფრენად და მესმის ყველა ტირის შენით მაურჯი მოჩემ გოძა იქნები უსია და ჰილარ ბიუს ჯოკ შენზე გაგეთუცკის თომას არო წავედი ხარო გავსამე სამე თვალი გონებიდან ამოხშალი არ ხარ ჩემი მეგობარი თვაკო ხოდეთ გადაიცა აღარ ახსოვს ეს ლიერი ამსიმიდო და ამას მაინც გაუთიშე ტატო და შეხარეთ ადერთი კაცი რომელსაც არ აქვს ფასი ჩემი და შენი ზვაკაცის თვალში ნიკი პელეს არო თავის მე ვიჩამოთვალა სადიხავი მაშინ მაგის უკან მაგის მერე ტრაქში შენი გოგოს გამოვეხი ბიშეს მერტო შენ სადიხავი მაშინ გამაგრებული იჯახი ბარში ვიჭები ვკითხულობ და წავიდე მაიკლა და სადიყავი მაშინ ჩუმა დაბოლებდი მანქანაში მარტო შენი იმედი არ მოგდატოვე მარტო ფაქტის ასაღება და გამეშვი მარტო დაბადებით ხსას აღნიშნავდი მარტო სიბერეში ამოხდება სული მარტო ეთქდა და სიმართლე დაიცის მაშინ ბარში რო ვიყავი მოგდები გახსოვს ხოდა დაგის გაეკრა ჩემოს მეკაცო ბევრი არის პიკო ჩავაბარო წარსს ოთიანი გულში მოხდა ნიკის ერგოს ალსს გაიჭედი ჩაირაცხე მოგიდანეს ვანტოს ამის მერე ახმედა და დაგინახო გასს ჩემს მე დაგიჭერე გასწავლიან კაცს და ვისაც არ ჯერო და ჩემი ყველა სპირი სომა ვიცი ვერ გამოვიდა იქ ჰეგემონია ეხა გააჭვი და დაუჯექი ბოღმიანებს ერთადაც კაპუნეს ჩვენზე თუ როგორი ყალე სეზონია რაუნდი Zakaiqo. Jesus. გასწრაფად უბერავდა და მორჩა. Zakaiqo. საინტერესო იქნება რა.
ნახეთ. ძალიან დიდი ბოდიში მაყურებელთან ეს რაღაცა რო არ თქვა არ შემიძლია რა. სუოდნავ დროს დაგართ რაღაცას ვიტყვი კამერაში და всё. ეს აქ PvP flow შიდა წრი არის. ამ შიდა წრეში ჩვენ ყველანი ზმაკაცები ვართ. და ანუ მაყურებელმა ეგ რეალურად არის ის და ძალიან არ მინდა რომ ჩემი რაუნდი მიიღოთ როგორც რამენაირი დისრესპექტი იმათ მიმართ, ვისაც აქ ვახსენებ. და მეორე ესენი არიან ჩემი ძმები, ძალიან ვაფასებ, პატივისცემ და მიყვარს. მეორე, ყველა დამეთანხმება, რომ flow და PvP ჰიპ-ჰოპი იმ დონეზე წაწიეს წინ, რომ ვისაც უტყდებოდა ჰიპ-ჰოპი ადრე, ეხლა აღარ უტყდება. ამიტომ აქ ეს რო არის, ამიტომ მე აქ არ ვარ flow-ს პროდიუსერი, ვინმე ზმაკაცი და რაღაცა. აქ ვარ მე პროექტის და battle rap-ის გულშემატკივარი და მაყურებელი. აი ესე მინდა მიიღოთ ეს რაუნდი. გაუშვიდო. ვაუ. ვაიმე, Ventus transgenderია ტყვნაში იღებს პესოს. ფუთა Ventus ბარიბექში თითქოს იხოს. მოგიტყან ტრეკ. სადა მოსკაშიც მოგიტყან ტრეკ. იაი. აბეკემს აუწია მოგიტყან ტრეკი. ფიქსი ვერ შესახაც მოგიტყან ტრეკი. ფიქსია კარგი შემოგიტყან ტრეკი. ზემარ შემარგეს რაუნდის წერა. ხოდა მაგიტოს მე შევაუტყან ტრეკი. სურორ ბოლელი იყო გას გაყრილია რომ მაშინაც კი მოგიტყან ტრეკი. ჩამიჯვით ბუღარში მოგიჯვი აქ. ვენდოში ნარაფერ შუაში ხარ. პოლიტიკაზის ვიტყოდი რომ ეს არა ქვეყანაში არ გვაქვს პოლიტიკა. რუსია არაფერ შუაში ხარ. ამჯერად შვიდად ამოისუთქე. ეს თუ მოვტია რა ჩემი ბრალია იქნებიდიო დეპიზობა შევახე. ამაზე არ უნდა თქვათ არაფერი. იმიტომ რომ ის არის ახლობელი. ან არის გიგუნას მამი და შვილი. აქ გიგუს მამი და შვილის მეზობელი. ან არის ძმა. ან არის ზმაკაცი. სეზონის სამსია ზმაკაცი. ამანდა მაგისტრა მოლარის პოლიცია ელობა შეხარ აქ მაგალითი. მე ცუდი ბიჭი ვარ ქუჩაში ვდივარ და მოვწყამე. ბაჟების მანქანა ვარ PvP-ს არა აქ ბენზინ გასამართი სადგური. ბიჭო ამოჭრილია სიტყვა. ამოუჭრეს. ეგ ამოუჭრეს ეგ სიტყვა. ბიჭო ხო პროსტო რო არ გესმის აი რაზე ლაპარაკობს რაღაც სრანია არა და სოციალური პროტესტი თუ ხარ არამეს იმეს გასაპირებდი გიგუნა ძალიან უყვარს კინო გიგუნა ედვარდ ხალბაგრატელი ეს თუ ბეთლია მოვწყაბეთვრები სიტყვის თავისუფლებას რო აკვეთავთ ადრე აქ სახეში ხდებოდა ხელი ეხა ბატალიებს გვიხურებს სლემი ხოდა 5-7-8 PvP აერობიკა თქვენობა ძიმეწონა ხარ პროექტს ვერ გამოდგებით აქ გაფსავ თავზე ვაწვიმა სალამ შემღერი დანამას ბალტრევა კბილებს სიტყვებით თითქოს ვარ ძველი ტოფიტა ინგლისურ სიტყვებს ისიშა მიქსოვ მაგრამ მოტყან ყველა სიტყვა რაც ვიკართულად ბებოსთვის კი ხარ ვატუსა და რამე მაგრამ ჩედის ხარ შენ გამოტოვებული ხარ 21-ის თავს დაარქვი ვატუსა თავზე გაგჯურა გაბატა საკრული ამაზე მეტი ფანჩლაინი და კიდე თან საკუთარ თავზე ვეზეთ გადაწყმული იდერად ყლე ხარო ყლეებს კი შურთ დადექი მუხლებზე ჭამეა გურთ შენ ბადა ჩააცვი ბალაკალვა პლასაზის თოპი წამოვიქე ფლუს easy peasy lemon squeezy baby რაო ბიჭო ანუ ბიჭო ხო რა უცხო სტილი აქვს ძალიან ბევრს მოეწონება დარწმუნებული ვარ მაგრამ თემა აქ რა არის იცი ანუ ეს რაუნდები ხო უნდა იყოს ერთმანეთზე რა ანუ ვისაც ებეთლავები და ვაფშე არაფერ შუაში არ იყო ეხლა ანუ ვენტუსაზე ვაფშე არაფერი არ იყო ხო და კი საინტერესოა ჩემი აზრით ეს ორი არ უნდა შეხვედროდა ერთმანეთს რა იმიტომ რომ მაგრა გამიტყდება ორივეს გავარდნა მაგრად გამიტყდება რა ანუ იმიტომ რომ ეს ბიჭი ძალიან საინტერესოა ვენტუსა და ძალიან კაია და ამას ძალიან მაგარი სტილი აქვს და ძალიან ასწორებს ხო და ბრავი რა მაგრად ეხავს არ და რა მაგარი იყო თო იმენა ფინალია აი ფინალი ბიჭო ფინალი არა მაგრამ აი ძალიან მაგარი ბეთ და ხო რას ვამბობდი მეორე რაუნდის დასაწყისში უნდა მეთქვა და ამ ბეთლზე რა სტრიმზე ვიყავი წეგან და ვინც მიწერდით რომ არ უყურო და ზოგადად ანუ ვისაც ეს ბეთლი არ მოგეწონათ აღარ უყუროთ დედასვიც არა აი
ჯობს რომ აი ეს ბეთლი თუ არ მოგეწონათ ჯობს რომ აღარ უყუროთ PvP-ს. მართლა ეს ბეთლი რანაირად არ უნდა მოგეწონოს, ანუ ორი ადამიანი არის, რომელიც პირველადაა ორივე PvP-ში და რავი, ანუ ალბათ ყველაზე მაგარი ბეთლი არის. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რო არ თქვა, ეხა ბევრი ყოფილა, რამოდენიმე ყოფილა რაღაც ძალიან მაგარი ბეთლები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ბეთლია თუ რამე მინახავს. ძმებო, მარტო ეს ემოცია გვაქვს ამ ბეთლიდან. ხამერთო ჩემო. მოკლედ არის ხოლმე დიდ ქართში მეინ ივენთები, მაგრამ ეს არის დღე, როდესაც ძალიან რთულია თქვა მეინ ივენთი რომელი იყო. ჟიურის წევრებს არ ვიცი რა ძალა აქვს და რა ნერვები. ჩემს ძმას ვიცი რომ ნერვები აქვს და ძალაც. Nine Rhymes-თვის შევქმნათ ხმაური! კოასთვის შევქმნათ ხმაური! Ubra! Ოლოს სელიმე სამე რაუნდი ძმა მაჭერდნენ და. არა, ისეთი პანჩი გააძრო ერთი შენი ტრეკიდან. ოკეი. დავიწყებ ჯერ მარჯვნიდან. ძალიან კარგი იყო. მაგრამ რამდენიმე შენიშვნას არ არის, რჩევას მოგცემ უფრო. ტექნიკურად ძალიან გამართული იყო ყველა რაუნდი, მაგრამ არის ერთი რაღაც ლირიულად რაღაც ერთი 7-8 პანჩი იყო ისეთი, რომელზეც პანჩი არა, უფრო ლაინი, რომელზეც მივხვდი რა მოყვებოდა მაგას რა. ხო და წერის დროს მაგას ჩემი აზრით უნდა დააკვირდე, რომ ვერ უნდა მიხვდეს ტიპი რო გისმეს, ეგ არის ძალიან საინტერესო რა. ეგ ერთი. მეორე, ჩემი რჩევა იქნება, რომ ტექნიკურად როდესაც წერ, ის ექნა, რომ იმაზეც იფიქრო, რომ ხალხთან მივიდეს ის ჭკვიანური პანჩები, იმიტომ რომ მე დავიჭირე ძალიან კარგი რაღაცეები შენ ტრეკში რა რაუნდებში. ოკეი. რაც შეეხება მაიკლას. მაიკლამ პირველ რაუნდში ცოტა დაძაბული იყავი. და ძალიან გემჩნეოდა ეგ, მაგრამ მე ისე გაიხსენი, რომ მეორე რაუნდში ძალიან easy flow ქონდა, ნუ ვიღაცისთვის easy-ა, მაგრამ ჩემთვის საინტერესო იყო ეგ ძალიან და მარტივად იუმორით გადაწყვიტე ბევრი რაღაც და ეგ ძალიან კარგად მუშაობს. ისენი რაც მოიტანე რაღაც ლაინები, კოასკერო წავიდა, აქეთ-იქით ის როლე ზუსტი გათვლა იყო ეგ და ზუსტად ქენით ძალიან კარგად. და ჩემამდე მოვიდა ეგ. ნუ მესამე რაუნდში მგონია რომ შენ წაიღე, მაგაზე ორი აზრი არ არის ამ შემთხვევაში და ჩემი ხმა ჩემგან ხელმარცხნი. მადლობა შენ. კიდევ ერთხელ ნაინასთვის შევქმნათ ხმაური. კიო, აი ახლა წადი შენი. კასისთვის შევქმნათ ხმაური! მეგობრებო, მე კასი ძალიან მაგარი. ამ სცენაზე პირველად გხედავთ და ეს ყოველთვის რაღაცნაირია ხოლმე. ჩემ პირველი ეფექტი განსაკუთრებული უნდა იყოს ხოლმე რა, ჩემთვის, ჩემი თვალთახედვით. ამიტომ დავიწყებ ესეთ შეფასებით რა, ანუ მე თავისუფლად შემიძლია რომ ესე რაუნდ არ მივყვე და საბოლოო ჯამში ვთქვა ესეთი რამე. ვინტუს, ნახე, ანუ ჩემი აზრით ძალიან ტექნიკურად, ძალიან დალაგებულად, ანუ არა მომხდარ ხარ ბითიდან, ძალიან თესლას შვებოდი ამ ყველაფერს ასაჩვებოდი, მაგრამ აქეთ ხრიზან დაგხვდა ისეთი რამე, რაც დღეს მოკლედ დღევანდელი დღე არის, რაღაც უცნაურობებით ახსავსე, იმიტომ რომ მეორეჯერ ვხედავ ისეთ რაღაცას, რაც არასდროს არ მინახავს. ანუ ძმამ აქედან, რავი, აღარც flow-ზე მაფიქრა, აღარც რაღაც სხვა ტექნიკურ დეტალებზე, ეგრევე მოვიდა და 3 რაუნდის შოუ დადო და ნუ ჯერ არ წასულა, მაგრამ წავა რა, როცა ანუ ჩემი ხმა მაიკლას.
ბიჭო, ხომ არა, ესეთი რაღაც იზი შეფასება რატო თითქოს ანუ ეს ბიჭი არ იყოს ძალიან მარტივად შეაფასა. არა, ანუ მარტივად რა ხო, ნუ ჭირდებათ რა თქმა უნდა, ყველა შოუში ეგრეა, რომ ჭირდება შოუ რა და ამ ბიჭმა ძალიან კარგად დადგა იქ ყველაფერი შოუ. მაგრამ ანუ ძალიან იჭიერია ეს ბიჭი, ძალიან მაგრად გამოვიდა, პირველად იყო და აი რაღაც თითქოს შეფასება ვერ მიიღო. ხო ხდები? რავი, ანუ ბევრად მეტი ეკუთვნოდა ლაპარაკი ამ ბიჭს. ძმა ძალიან ბედნიერია, ეს არაფერი არ უწევს რთული. კეიო. ოუ, რა კარგია. ბეთლიც ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ნუ ხო, სამწუხაროდ საბედნიეროდ ჩემი ხმა აღარ წყვეტს სარაფს, მაგრამ მაინც რაღაცებს გეტყვით. შენ ნაინამ ძალიან სწორი რაღაცები გითხრა. დალაგებულად კაი ფლოუები ყველაფერი. უბრალოდ ეს მომენტი იყო, ამათ ვეთანხმები, რომ შენ ტრეკები ხო ვიცი, ამის ტრეკებიც ვიცი. და იდეაში, ანუ შენ დემოებსაც მიგზავნიდი რაღაცა, ზრდა არის, ბაზარი არა, მაგრამ იდეაში ის იყო, რასაც შენგან ველოდი, რომ აი ამას უეჭველი შეძლებს. თუ არ შეძლებს, ნუ მით უმეტეს მეთქი ხმას არ მივცემდი, მაგრამ შეძელი და ყოველ შენ მაგარ რაუნდზე ეს რაღაცებს გიჩითავ და ანუ აი ხო რა ჯერ რაუნდები აი ეს დაბიჯება და ამანაც იგივე მე რუსულზე რო თქვა რომ ხო ვიცი რომ ამას დამახვედრებოდა ეგ ოკეი იყო აი სუბტა ტექსტში იუმორსაც ვეთანხმები სიგიჟე იყო და აი რაღაც ჩემი ხმა მაიკლას მე მინდა რომ მე ძმაო ზუსტად იცოდე რომ სიმართლე უნდა გითხრა და არ დაგიმალავ არაფერს რა წინა სეზონებში შენო გამოაგზავნე ვიდეო რომელთაც გინდოდა რომ მოხვედრილიყავი სეზონში მე ამჯეროდა რომ შენ შეძლებდი ისეთი კონკურენციის გაწევას ძლიერი არტისტების წინააღმდეგ და ამიტომ ყოველთვის ძალიან ბევრი კონფლიქტი მქონდა პირველ რიგში ნიკის ლოუსთან იმიტომ რომ სულ მეუნებოდა რომ უნიჭიერესი ბიჭი ხარ და მაგრა აკეთებს საქმეს დღეს მე მრცხვენია ძმაო რომ ეს ყველაფერი შენში ვერ ვნახე და მადლობას გეუნები რომ ესეთი აი ესეთი შეფასება უნდა ყოფილიყო ჟიურის თითოეული წევრისგან რავი თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ ყველა წევრს ესე უნდა შეეფასებინა პირველად გამოსული ტიპი, რომელიც ძალიან ჯიერია. რავი, და არა უბრალოდ ჩემი ხმა მაიკლს. ნუ რავი, ანუ ეს ბიჭი შეიძლება გამოცდილია მილიონჯერ უფრო ამ ბიჭზე და საერთოდ სხვანაირად ქონდა ყველაფერი დაწერილი, ყველაფერი იუმორზე შექმნილი და საერთოდ სხვა რამე იყო იმის გამოსვლა და ეს ბიჭი იყო რეალურად აი პირდაპირ ვიტყვი სხვა ნებისმიერს რო შეხვედრილიყო მოუგებდა ალბათ. ხო და რავი რა, ანუ მაგარი ბიჭი ხარ რა. აი არა ყوام თქვა, საღოლ. გამისწორდა რა, ანუ იმიტომ რომ გამიტყდა მაგრად. აი საბოლოო ჯამში ძალიან მაგარი იყო რა. აი იყო ძალიან კაი ბეთლი იყო. და იქეთ არხი გამოიწერეთ PvP-ის არხზე გადადიხარ ხო აღწერაში იქნება პირველივე ლინკი, ერთი ლინკია ხოლმე, მარტო გადადით, გამოიწერეთ და დაალაიქეთ. დროებით. შემდეგ რეაქტებამდე